მოგესალმებით პირდაპირ ეთერში სამედიცინო გადაცემა იმპულსის სტუდიაში თქვენთვის ირაკლი ფარულავა მუშაობს. დღეს გადაცემაში ნახავთ. როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები დაბინძურებული ან არასწორად შენახული საკვებისგან? რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის არის აუცილებელი სასწრაფო სამედიცინო ჩარევა? ზაფხული ბავშვებისთვის თამაშის და გართობის სეზონია, თუმცა ის უამრავ საფრთხესაც მოიცავს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კვებითი ინტოქსიკაციაა. ცხელი ამინდი ხელს უწყობს საკვების სწრაფად გაფუჭებას, რაც ბავშვთა ორგანიზმისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ყველაზე ხშირი სიმპტომებია ღებინება, დიარეა, ტემპერატურის მომატება და ზოგადი სისუსტე. მშობლებს ხშირად უჭირთ სიმპტომების სწორად შეფასება და დროული სამედიცინო დახმარების გამოძახება. გადაცემაში ვისაუბრებთ იმაზე, როგორ შევამჩნიოთ ინტოქსიკაციის პირველივე ნიშნები და რა ტიპის საკვებია განსაკუთრებით სახიფათო ზაფხულის პერიოდში. განვიხილავთ სწრაფი რეაგირების ზომებს და აუცილებელ პროფილაქტიკურ რჩევებს. ამ თემაზე ჩვენ შეკითხვას პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ბახტაძე უსაუბრებს. მოგესალმებით, თამარ, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის და ძალიან აქტუალური თემისთვის. პირველ რიგში, სანამ ზაფხულის საფრთხეებზე ვისაუბრეთ, მანამდე ზოგადად განვარტოთ რა არის კვებითი ინტოქსიკაცია, ზოგადად განსაკუთრებით რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ბავშვთა ასაკში და როგორია მისი ძირითადი ნიშნები. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად თქვენ როგორც აღნიშნეთ, ზაფხული ერთ-ერთი მშვენიერი პერიოდია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვისაც, რელაქსაციის, გართობის. თუმცა არის რამდენიმე რჩევა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უსაფრთხოდ ვისი ამბობთ ზაფხულით. თქვენ როგორც აღნიშნეთ, კვებითი ინტოქსიკაციები განსაკუთრებით ხშირად გვხდება ბავშვთა ასაკში ზაფხულის პერიოდში და ეს ერთადერთად დაკავშირებული არის მაღალ ტემპერატურასთან და ასევე მაღალ ტენიანობასთან, რომელიც ძალიან ხელსაყრელი ნიადაგია და ეს ხელსაყრელი ფაქტორია სხვა მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის. ზოგადად ახლა როგორ ვლინდება ხოლმე? ერთადერთად ვლინდება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დიარეა, ღებინებით, ცხელება, მუცლის ტკივილი, ასევე შეიძლება იყოს როგორც ზოგადი სისუსტე, ასევე უმადობა და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ჩვენ თუ შევეხებით იმ ძირითად გამოვლენებას, რაც არის დიარეა, ძალიან აქტუალურია მთელ მსოფლიოში. 8 მილიარდი შემთხვევაა ყოველ წელიწადს მსოფლიოში დიარეის და მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვთა ავადობის და სიკვდილობის მესამე ძალიან სერიოზული მიზეზია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რომელიც თანახავს ხოლმე კვებით ინტოქსიკაციას. და ზოგადად დიარეის მდგომარეობის შეფასების დროს ხშირ შემთხვევაში იმდენად სწრაფად ვითარდება ორგანიზმის გაუწყლოება, რომ მშობლებს უჭირთ კიდევაც იმ საგანგაშო ნიშნების შემჩნევა. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, იმიტომ რომ ინტოქსიკაცია ზოგადად არა მარტო ბავშვებს, არამედ მოზრდილებისთვისაც სერიოზული პრობლემაა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ბავშვის ჯანმრთელობას, ბუნებრივია ამ შემთხვევაში ორგანიზმის დაცვითი მექანიზმები გაცილებით სუსტად არის განვითარებული და უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. როდესაც ვსაუბრობთ ინტოქსიკაციაზე, ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ბაქტერიული და ვირუსული წარმოშობის ინტოქსიკაციები და მათ შორის არსებობს რაღაც გარკვეული განსხვავებაც. აი როგორი განსხვავებაა და რომელი უფრო სახიფათო შეიძლება იყოს? კი, ძალიან კარგი კითხვაა ამ თვალსაზრისით და მინდა მოგახსენოთ, რომ მართალი ბრძანდებით ამ ინტოქსიკაციას იწვევს როგორც ბაქტერია, ასევე ვირუსი. ძირითადად ბაქტერიებიდან მაინც პრევალირებს სალმონელა, არის კამბილობაქტერია და არის ნაწლავის ჩხირი, რომელიც ძალიან ხშირად გვხდება ხოლმე. ძირითადად ეს არის დაუმუშავებელ, თერმოდაუმუშავებელ საკვებში, კარგად გარეცხილი, როდესაც არ არის, სწორი შენახვის პირობები, როდესაც არ არის, გარემო მაღალ ტემპერატურაზე, როდესაც ითხას არის საკვები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ გამრავლდეს და ტემპერატურულ რეჟიმს თუ შევეხებით, დაახლოებით მათთვის ხელსაყრელი გარემო 4-დან 60 გრადუსამდე. როცა შეიძლება რომ ყოველ 20 წუთში გაორმაგდეს აი ამ ბაქტერიების კონცენტრაცია ამა თუ იმ პროდუქტში და გარდა ამისა არის ასევე ვირუსული, მაგალითად ნოროვირუსი უფრო ხშირია და განსაკუთრებით არის ხოლმე როდესაც დიდი რაოდენობით რაღაც საკვების მომზადება მოხდება ხოლმე, ის სწორედ მაშინ იჩენს თავს და ძალიან სწრაფად ვრცელდება. ანუ რეალურად რა ახასიათებთ, რა განსხვავება? ძირითადად ვირუსული წარმოშობის დიარეა უფრო ხასიათდება წყლიანი
განავლით მტკნარი განავალი ორივე შეიძლება ახასიათებდეს, მაგრამ რაც არის ხოლმე ხშირი განსხვავება, მაინც არის სისხლიანი დიარეა შეიძლება იყოს ბაქტერიული დიარეის დროს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ არის სისხლიანი განავალი, ხა თქვენ ბრძანეთ უფრო რთული მიმდინარეობა, რომელს ახასიათებს გართულებები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უფრო მეტია. და ბუნებრივია, როდესაც საუბრობთ საკვებზე, ალბათ უნდა გამოვყოთ საკვების ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებით ექვემდებარება ბაქტერიულ დაბინძურებას, ანუ პროდუქტები, ისეთი პროდუქტები, რომელიც ყველაზე ხშირად შეიძლება იყოს ინფექციის წყარო და ყველაზე ხშირად უყვართ ინფექცია ბაქტერიებს და ვირუსებს. ანუ რა ტიპის პროდუქტები არის ეს და რას უნდა მოვერიდოთ ზაფხულის პერიოდში, როდესაც საქმე ეხება ბავშვებში ასეთ პრობლემას. ზოგადად ბავშვებში და ასევე მოზრდილებში რამდენიმე რისკ ფაქტორი არსებობს სწორედ კვებითი ინტოქსიკაციის განვითარებით. პირველ რიგში რომ არის მაღალი ტემპერატურა, არის მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც ძალიან სწრაფად შესაძლოა რომ გახდეს სწორედ კვებითი ინტოქსიკაციის მიზანი. ასევე არის ხშირად გვიწევს გასვლა გარეთ. ბავშვები ძირითადად გარეთ არიან და გარეთ უწევთ. რეალურად ამ საკვების მიღებაც, სხვადასხვა საკვების მომზადებაც, პიკნიკები შეიძლება არსებობდეს და ამ დროს ძალიან მაღალი რისკია რასაკვირველია ყველა პროდუქტი შესაძლოა კონდეს, მაგრამ ძირითადად ეს არის მაინც ხორცის პროდუქტები, არის რძის პროდუქტები, არის კვერცხი ასევე და არის ეს სხვა აი მაგალითად მაიონეზით დამზადებული სალათების შესახებ. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ ის შენახვის პირობები და ის სიფრთხილის ზომები, რომ დავიცვათ ეს პროდუქტი დაბინძურებისაგან. პირველი ის რომ რამდენიმე სახე არსებობს, მაგალითად ერთ-ერთი არის აი ჯვარედინი კონტამინაციას ეძახიან, მაგრამ ჯვარედინი დაბინძურება. როცა ჩვენ ერთი და იგივე დაფაზე, მაგალითად ვჭრით როგორც ნედლ ან უმ პროდუქტს და ასევე თერმულად დამუშავებელს. ან მაცივარში თუ არ არის სწორედ თაროებზე წესის მიხედვით განლაგებული წესი რას ნიშნავს? მაგალითად ხორცთან ერთად არ შეიძლება იყოს ხილი ან ბოსტნეული. ასევე თაროებზე უნდა განლაგდეს სწორედ ტემპერატურული რეჟიმის მიხედვით ეს პროდუქტები. ყველაფერს თავისი წესი აქვს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი დიდი რისკ ფაქტორი ასევე არის ხელების დაბანა. რა თქმა უნდა, ეს არის უნივერსალური, რასაკვირველია, რამაც შეიძლება თავიდან აგვაცილოს, რასაკვირველია ეს ინტოქსიკაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ, როდესაც საუბრობთ ბავშვის ასაკაზე. რაღაც ასაკის შემთხვევაში უფრო უჭირთ გამკლავება ამა თუ იმ დაბინძურებასთან, დაბინძურების წყაროებთან და როგორია ზოგადად ანუ ბავშვის ასაკის შეფარდება ინტოქსიკაციის სიმძიმესთან. ანუ რა ასაკი არის ყველაზე სახიფათო და კრიტიკული, როცა ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ სიმპტომებს და განსაკუთრებით უნდა მოუფრთხილდეთ, როდესაც საკვების დამუშავებას ეხება საქმე და იმ რაღაც წესების დასვას, რომელიც აგვაცილებს თავიდან ინტოქსიკაციას. ასაკი აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, იმიტომ რომ ყველაზე მოწყვლადი არის მაინც 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები და მათ შორის კიდევ უფრო მეტად სენსიტიური ასაკი არის 0-დან 1 წლამდე. რადგან ამ ასაკში ძირითადად ეხლა ჩვენ რამდენჯერმე ვახსენეთ გაუწყლობა. ამ ასაკში ძალიან სწრაფად შესაძლოა განვითარდეს გაუწყლობა, რომელიც წარმოადგენს ძირითად გართულებას დიარეის მიმდინარეობისას. ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ის ნიშნები, რომ ამოვიცნოთ პირველ რიგში ინტოქსიკაცია და დიარეა და შემდეგ უკვე როგორ დავეხმაროთ, ან როგორ როდის მივმართოთ ექიმს, ან როდის უნდა მოხდეს ჰოსპიტალიზაცია სტაციონარში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პირველადი დახმარება რასაკვირველია და ამოცნობა მაინც მშობლის პრეროგატივაა. მშობელი ახსენეთ, როგორ უნდა იყოს მშობლის სწორი რეაქცია, როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში, როდესაც ფიქსირდება ინტოქსიკაცია და რა არ უნდა გამორჩეს მშობელს, როდესაც საქმე ეხება ესეთ მნიშვნელოვან პრობლემას. პირველ რიგში განსაზღვროთ რას ნიშნავს დიარეა. დიარეა არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ეს არის უხვი თხიერი, ანუ სითხის შემცველი განავალი სამჯერად მეტად დღეში. არის სხვა განმარტებებით ასევე თუ ვთქვათ ერთჯერ აქვს ბავშვს დეფეკაცია დღის განმავლობაში და ერთზე მეტად აქვს შესაძლოა დიარეა ჩაითვალოს, მაგრამ ზოგადად ვსარგებლობთ 3-ან მეტი. ეხლა ძირითადად რას ახასიათებს დიარეას, ეს როგორც გითხარით, მუცლის ტკივილი შეიძლება იყოს
ღებინება, რომელიც ასევე ერთ-ერთი წყაროა სითხის დაკარგვის, ასევე ცხელება, სითხის და საკვების მიუღებლობა და ასე შემდეგ. თუ დედამ შეამჩნია რამდენიმე საშიშროების ნიშანი, ან რამდენიმე ნიშანი, რომელიც დიარეისთვის არის დამახასიათებელი და არის კრიტიკული, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ეხლა რა ნიშნებია ეს, რა შეიძლება განვითარდეს გაუწყლოების დროს? ეს არის ზოგადი ლეთარგი, ანუ მივარდნილობა, ბავშვი ვერ სვამს სითხეს, ვერ წოვს ძუძუს, ასევე ვერ იხებს საკვებს, შესაძლოა განავალში არის სისხლი, აღენიშნება ღებინება ნებისმიერი სითხისა საკვების მიღების შემდეგ და აქვს ტემპერატურა, რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამტევ საშუალებას. ეს არის ის საშიშროების ნიშნები, რაც აუცილებლად საჭიროებს ექიმთან კონსულტაციას. და ამ სიმპტომების შემთხვევაში რომელი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და რომელიც არ უნდა გამორჩევს მშობელს და ამ შემთხვევაში შეიძლება მიანიშნებდეს მდგომარეობის კრიტიკულად შეცვლაზე. პრაქტიკულად მე რაც ჩამოვთვალე, რეალურად ერთ-ერთი მაინც თუ არის ამ ჩამოთვლილი ნიშნებიდან, ეს უკვე კრიტიკულია და აუცილებლად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას ან ექიმის, რა თქმა უნდა, ექიმის რჩევით და ექიმის კონსულტაციის შემდეგ. მაგრამ დედამ რა შეიძლება გაკეთოს? შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს დიარეა, მაგრამ არ ჰქონდეს გაუწყლოება. როცა ბავშვი ინასხაურებს იმ დაკარგულ სითხეს. ამიტომ არსებობს გაუწყლოების რამდენიმე ხარისხი. არის მძიმე გაუწყლოება, ზომიერი და დიარეა აქვს, მაგრამ არ არის გაუწყლოება. ამ შემთხვევაში თუ არის მესამე, როდესაც არ არის გაუწყლოება, დედას შეუძლია აბსოლუტურად მართოს პროცესი ბინაზე. ეხლა მართვა რა არის? ეს არის რამდენიმე წესი არსებობს დიარეის ბინაზე მართვის. ეს არის დამატებითი სითხეები, ანუ რას ნიშნავს? ძირითადი სამკურნალო საშუალება ამ შემთხვევაში არის ორალური სარეისტრატაციო მარილი, რომელიც სხვადასხვა კომერციული სახელწოდებით იყიდება აფთიაქებში. ამიტომ სითხე უნდა მიიღოს, თუ ბავშვი არის 2 წლამდე 50-100 მილილიტრი დამატებით უნდა მიიღოს ყოველი დიარეული ეპიზოდის შემდეგ. თუ არის ბავშვი 2 წლის ზემოთ, მაშინ 100-200, ეს არის მინიმალური რაოდენობა. ასევე ბავშვი თუ ღებინება აქვს, მაშინ როდესაც მიცემს ერთ კოვზით არის უფრო მიზანშეწონილი ამ დროს სითხის მიცემა, მიცემს კოვზი და შემდეგ თუ აღებინა 10 წუთი დაელოდება, ისევ გააგრძელებს. მეორე წესი არის, რომ განაგრძეთ კვება. არ არის საჭირო განსაკუთრებული დიეტები, განაგრძეთ კვება. მესამე არის პროდუქტების შერჩევა და ასე შემდეგ, ამას არა, ჩვეულ კვებაზე, კი რა, დამატებითი კვებაც უნდა იყოს. დიარეის დროს მოწოდებულია, რომ 2 კვირის განმავლობაში დამატებითი კვებაც კი იყოს, რომ ბავშვის იმუნური სისტემა მოერიოს სწორედ იმ გაუწყლოებას და იმ გართულებას, რომელიც დიარეას ახასიათებს. მესამე არის თუთიის პრეპარატი და მეოთხე არის როდის მიმართოს ექიმს. ეს არის 4 წესი ბინაზე მკურნალობის. ეხლა სხვა ნიშნებს რაც შეეხება როგორ ფასდება ზოგადად მე გითხარით რომ 3 ხარისხი არსებობს თქო გაუწყლოების ფასდება პირველ რიგში რომ ზოგად მდგომარეობას ვაფასებთ რომელიც შეიძლება იყოს ანუ მივარდნილი ან აგზნებული მეორე არის თვალების ჩაცვენა მესამე არის კანის ნაოჭი როგორ სწორდება ამას უკვე ექიმი აფასებს რასაკვირველი და მეოთხე არის როგორ სვამს სითხეს და სწორედ აი ამ სიმპტომების დაჯგუფებით შესაბამისად არის მძიმე გაუწყლოება რომელსაც აუცილებლად ჭირდება ინფუზური თერაპია და შესაბამისად ჰოსპიტალიზაცია ერთნიშნულად არის ზომიერი გაუწყლოება რადგან თუ ბავშვს შეუძლია პერორალურად ანუ დალევა შეუძლია სითხის ამ შემთხვევაში ზედმეტ ინტერვენციას არ ვაკეთებთ გადასხმის სახით და ბავშვი აძლევს საშუალებას რომ მიიღოს საჭირო რაოდენობის სითხე თუმცა ესეც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ რაც შეეხება მდგომარეობის შეფასების შემდეგ დიაგნოსტირება როგორ ხდება ანუ როგორ ხდება დიაგნოზის დადგენა რომ რეალურად ინტოქსიკაცია და შეიძლება თუ რა ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენაც ზოგადად ანამნეზური მონაცემები არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი. აი რა რომელ საკვებთან არის დაკავშირებული, რა მიირთვა, როგორ საზოგადოებაში იყო და ასე შემდეგ, ანუ მრავალრიცხოვანი იყო, თქვა დიდი რაოდენობით რაღაცა მომზადდა თუ არა სხვადასხვა საკვები და ასე შემდეგ. მაგრამ ზოგადად რომ გითხრათ, რეალურად ეს არის კლინიკური დიაგნოზი, მაინც რაიმე განსაკუთრებული რომ აი ესეთი პირველ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები ნაკლებად ჭირდება თუ არ ჩავთვლით რამდენიმე რუტინულ კვლევას. მაგრამ იცით იშვიათად ხდება ხოლმე დადგენა მაინც წყაროსი. თუ არ არის აი მასობრივი ინტოქსიკაცია, ანუ იშვიათად ხდება ხოლმე მაინც. დიახ. ეხლა შევეხოთ მკურნალობას. დიახ. მკურნალობა სახლის პირობებში და მკურნალობა კლინიკაში. დავიწყოთ ბუნებრივად კლინიკაში, იმიტომ რომ ზაფხულის პერიოდში დარწმუნებულია ძალიან ბევრი პატარა პაციენტი და შემთხვევების რაოდენობაც იმატებს. ან როგორ ხდება კლინიკის პირობებში მკურნალობა, რა მეთოდების გამოყენება და როგორ გრძელდება ეს შემდეგ სახლის პირობებში.
კლინიკის პირობებში მოხვედრას, როგორც აღნიშნე, აქვს თავისი ჩვენება. თუ ბავშვს აქვს მძიმე გაუწყლობა, ან ბავშვს შეიძლება აქვს სისხლიანი დიარეა, ასაკს გააჩნიათ, ესეც ასევე ჰოსპიტალიზაციის ჩვენება, ან შეიძლება ზომიერი გაუწყლობა აქვს, მაგრამ არ შეუძლია რომ სითხე მიიღოს. ამ შემთხვევაში ძირითადად მაინც არის სითხეები დატვირთვა, ინფუზური თერაპია, ანტიბიოტიკი ბევრ შემთხვევაში არ არის საჭირო, თუმცა შესაძლოა სისხლიანი დიარეის დროს თავი იჩინოს ისეთმა სიმპტომებმა და ისეთი გამოხატულება იყოს, რომ ანტიბიოტიკი დაგჭირდეს, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ანტიბიოტიკს. დედამ არავითარ შემთხვევაში თვითნებურად არ უნდა მიცეს, იმიტომ რომ ამას შეიძლება თავისი გართულებები გამოიწვიოს, ასევე შესაძლოა თვითონ მიმდინარეობამ გამოიწვიოს ჰემორაგულურემიული სინდრომი, ძალიან მნიშვნელოვანია ამის ხუსი ესეთი აბრევიატურა არსებობს, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია ამ დროს. ხა რაც შეეხება ბინასე მკურნალობას, როცა ბავშვი მოხვდება გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში, იქ როგორც მე მოგახსენეთ, აი მხარისხების მიხედვით ხდება შეფასება და თუ ბავშვს მოეხსნა ინტერვენციის შედეგად იქ იქნება ვთქვათ პერორალურად ანუ დალევით მიღებული რომ დალიოს ბავშვმა სითხე საკმარისი რაოდენობით და ვთქვათ გაუწყლობა ალაგდა, ამ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია გადავიდეთ ბინასე მკურნალობაზე და ის 4 წესი, რომელიც მე მოგახსენეთ ბინასე მკურნალობის აბსოლუტურად ძალაშია და ექვემდებარება სწორედ მკურნალობის იმ წესებს, რომელიც ნამდვილად ეფექტურია ბინაზე. და ზაფხულის პერიოდში ბუნებრივია არ უნდა გამოგვრჩეს ინტოქსიკაციის კიდევ ერთი ფორმა, რასაც ქვია წყლით ინტოქსიკაცია, იმიტომ რომ საზღვაო სეზონია, ხშირ შემთხვევაში ბავშვების სინათლეს აქვს გარკვეული პრობლემები, წყალი გადაყლაპა, რაღაც არასწორად მიიღო სითხე და ასე შემდეგ. ანუ ამ შემთხვევაში რაზე გვაქვს საუბარი და როგორია, რამდენად ხშირია წყლით ინტოქსიკაციის შემთხვევები? წყლით ინტოქსიკაციის ესე კონკრეტულად რომ ითქვას, ასე ნამდვილად არ ხდება ხოლმე, რომ ესე პირდაპირ წყალს დავაბრალოთ წყლის სიბინძურეს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ შესაბამისი სამსახურები ყოველთვის ამოწმებენ ხოლმე იმ ინდექსს, რომელიც დაბინძურების ხარისხზე მიუთითებს. მაგრამ თქვენ რომ ახსენეთ, თუნდაც წყლის გადაყლაპა, ან შეიძლება ეს ზღვის წყალიც იყოს რაღაცა მომენტში დაბინძურებული, რა თქმა უნდა, და ის არ უნდა გადაყლაპოს არც შემთხვევაში ბავშვმა. ამიტომ პედიატრთა აკადემია, ამერიკის პედიატრთა აკადემია მოგვიწოდებს, რომ ბავშვს უნდა აუყვანთ ინსტრუქტორი, რომელიც ასწავლის, როგორ უნდა იცუროს. ეს არის რეკომენდებული 1 წლის შემდეგ. 1 წლამდე არ არის რეკომენდებული და 1 წლის შემდეგ, იმიტომ რომ ბავშვს თავი უნდა გქონდეს წყლის ზემოთ და არ უნდა ჩაყვინთოს. უნდა სპეციალური წესები არსებობს, როდესაც მშობელთან ერთად რასაკურველია ბავშვს ასწავლიან, როგორ უნდა იცუროს, წყალში როგორ უნდა მოიქცეს, რომ ამოვიდეს ხელები უნდა დაიბანოს და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ფიქრობ, რომ საქართველოში თუ დაინერგება ესე, რომ ადრეული ასაკით ბავშვებს ინსტრუქტორი ყავდეს და სანამ ზღვაზე წავა იქამდე ისწავლოს, როგორ უნდა მოიქცეს ზღვაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ ყველაზე ყურადსაღებია ის, რომ ბავშვი არასოდეს არ უნდა იყოს უფროსის მეთვალყურეობის გარეშე. და ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ბევრს უჩნდება ეს შეკითხვა, არსებობს რა გარკვეული პროფილაქტიკური ვაქცინაცია ან გარკვეული მიდგომა, რომელიც ზაფხულის პერიოდში ამ რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს და რაღაც ორგანიზმს მიცემს საშუალებას, რომ უფრო ადვილად გაუმკლავდეს ინფექციას, იქნება ეს ბაქტერიული თუ ვირუსული, რომელიც ზაფხულის პერიოდში ხშირად ხდება. ზოგადად ეს სპეციფიური ვაქცინაცია არ არსებობს, მაგრამ მინდა აღვნიშნო როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც რამდენიმე წელია უკვე დაინერგა საქართველოშიც და ეროვნულ კალენდარში შედის და ზოგადად ყველაზე ხშირი გამომწვევი იყო როტავირუსი დიარეის. ყველაზე ხშირი გამომწვევი იყო როგორც ზამთარში, ასევე შესაძლოა ყოფილიყო ასევე ზაფხულში და ვაქცინაციამ სწორედ როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ მკვეთრად შეამცირა როტავირუსით გამოწვეული დიარეული დაავადებები და მისი გართულებები. მაგრამ ძირითადად საპროფილაქტიკო მაინც ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების დაბანა და ასევე პროდუქტების შესაბამის პირობებში შენახვა და დამუშავება. აი პროდუქტები ვახსენეთ და ბუნებრივია პროდუქტები არის მთავარი ამ შემთხვევაში გამომწვევიც და შეიძლება პროდუქტები იქცეს ასევე ორგანიზმის დამცველი ამა თუ იმ ინფექციების დროს. როდესაც ინფექცია ვითარდება და ხელს უწყობს ესა თუ ის პროდუქტი მის წინააღმდეგ ბრძოლას, ან ამა თუ იმ პროდუქტის მოხმარებამ შეიძლება დაგვიცვას და აგვარიდოს ეს რისკები. ანუ როგორც ჩამონათვალებით რომ გავაკეთოთ, რა ტიპის პროდუქტები შეიძლება იყოს დამხმარე, რომელიც ხელს უშლის ინფექციის განვითარებას და რა პროდუქტები შეიძლება იყოს, ესე რომ ვთქვათ, ესე რომ პრობიოტიკები,
სხვადასხვა საშუალებები, ხალხური მეთოდები და ეს ჯამურად რო გავაერთიანოთ, ყველა ის საშუალება, რომელიც საშუალება მოგცემს დაცვას ბავშვებისთვის განსაკუთრებით 0-დან 5 წლამდე ასაკში. პრობიოტიკები ახსენეთ თქვენ, მაგალითად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გაიდლაინში ესე არ მიუთითებს, რომ რუტინულად საჭიროა პრობიოტიკები, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ძალიან ავტორიტეტული ასოციაციები და სხვა ქვეყნის გაიდლაინები, სადაც გათვალისწინებულია პრობიოტიკი ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად, რადგან ის ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას ამცირებს და ჰოსპიტალიზაციის დღეებს ამცირებს. რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა რომ გამოვიყენოთ და დანარჩენი ყველა პროდუქტი მეტნაკლებად რასაკვირველია შესაძლოა გახდეს წყარო თუ ის არ იქნება დამუშავებული. აი ხილი და ბოსტნეულის კი შეიძლება გახდეს წყარო თქვათ ინტოქსიკაციის თუ ის არ იქნება სათანადოდ დამუშავებული და ან ბავშვს ხელი არ ექნება. სათანადოდ დამუშავებაში ძალიან მნიშვნელოვანია ხშირ შემთხვევაში მშობლებს ეშლებათ ესე რომ ვთქვათ და არასწორად მიმართავენ დამუშავებას. გამდინარე ცივი წყლით დამუშავება თუ თბილი წყლით დამუშავება, რაღაც ტიპის პროდუქტების შემთხვევაში შესაძლოა თუ არა რაღაც გარკვეულწილად მივცეთ რეკომენდაცია მშობლებს, რა ტიპის პროდუქტები როგორ უნდა დავამუშავოთ. თუნდაც მაგალითად ხორცს პროდუქტების დამუშავების დროს. ხშირ შემთხვევაში შეიძლება თბილი წყლით დამუშავება, რომელიც რაღაც ემსახურება რაღაც გაყინული პროდუქტის დამუშავება, შეიძლება უარესი შედეგი მოგვცეს ინფექციის გავრცელების კუთხით და ამან გამოიწვიოს ინტოქსიკაცია. სახლში თითქოს სუფთა პირობებში მომზადებულმა დამუშავების მეთოდმა უფრო მეტი ზიანი მიანიჭოს, ვიდრე გარეთ სადღაც თითქოს არა ჰიგიენურ პირობებში დამზადებულმა პროდუქტმა. ამ შემთხვევაში როგორი არის გაიდლაინი პედიატრების მიერ მოწოდებული სწორად პროდუქტის დამუშავების? კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა რეალურად და ძალიან სასარგებლო იქნება ალბათ მშობლებისთვისაც. პირველ რიგში, მე როგორც აღვნიშნე, მაცივარში შენახვის თავის წესი აქვს. როგორც თქვით, ანუ ნედლია უმი პროდუქტი, ხორცი მაგალითად და სხვა პროდუქტები ერთად არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ხორცში შეიძლება იყოს რაიმე ბაქტერია და მიკროორგანიზმი, რომელიც აუცილებლად გავრცელდება სხვა პროდუქტებზე. მეორე, მწვანილი, ხო, მწვანილი ხა ეს სალათის ფურცლები. ძალიან სასარგებლოა რასაკვირველია, მაგრამ 15-20 წუთი უნდა იყოს აუცილებლად ცივ გამდინარე წყალში. რომ თავიდან ავიცილოთ. ასევე დამზადებული საკვები, მზასაკვები. არა გადავლება, არამედ გამდინარე წყალში. რა თქმა უნდა, გამდინარე წყალში და არა გადავლება. რაც ეხება უკვე დამზადებულ საკვებს, ამ გარემო მაღალი ტემპერატურის პირობებში უნდა იყოს შესაძლოა იყოს 2 საათი, მაგრამ თუ არის მაღალი რისკი და 32 გრადუსზე მეტია ტემპერატურა, 1 საათში აუცილებლად უნდა მოთავსდეს მაცივარში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ ხორცის თერმულად დამუშავებას აპირებთ, მაშინ აღარ უნდა იმას ესე გარეცხვა და პირდაპირ უნდა, იმიტომ რომ ის შეიძლება მთლიანად მოედოს იმ არეს ის ბაქტერიები, ან ის მიკროორგანიზმები, რომელიც შეიძლება ინტოქსიკაციის მიზეზი გახდეს. ამიტომ რეალურად იგივე ხილი და ბოსტნეულის ასევე კარგად უნდა გაირეცხოს და იცით რა, არსებობს ამერიკის პედიატრთა აკადემიის ესე 11 წესი, რომელიც ბავშვებს აჩვევს სწორედ აი ამ სწორ კვებას და ჰიგიენური პირობების დაცვას. და კონკრეტულად არის რომ აი მაგალითად სკოლის პერიოდი დამთავრდა და რა უნდა გააკეთოს, რა უნდა ძირითადად ზაფხულში ერთობა, მაგრამ როგორ უნდა მიაჩვიოთ აი ამ სწორ კვებას, ამაზე არის რეკომენდაციები. მაგალითად, რამდენიმე ჩამოგვიდეთ. აი პირველი რომ თვითონ უნდა გახადოთ ინიციატორი, თვითონ უნდა იყოს აი ამ პროცესის წარმართველი, რომ შეერჩიოს საკვები, მიეხმაროს დედას, დაინახოს როგორ მუშავდება კარგად ეს საკვები. ასევე როდესაც გაგყავთ გარემოში, ხო, ყოველთვის უნდა გქონდეთ თქვენ რაღაცა თხილი, ჩირი, უსაფრთხო საკვები, რომელსაც შეიძლება გაუმასპინდეთ ბავშვს. ასევე როლური მოდელი უნდა იყოს თვითონ მშობელი აუცილებლად. მშობელი როგორც აკეთებს, ისე აკეთებს ბავშვი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მშობელმა დაიცვას ის ჰიგიენის წესები, რომ ბავშვს მიუთითოს აუცილებლად. და ასე შემდეგ, ანუ რეალურად მშობლის როლი რამდენჯერმე ვახსენე, მაგრამ მშობლის როლი არის საკრალური, ყველაზე მნიშვნელოვანია. მშობელი თუ ხელს არ იბანს ხშირად, ბუნებრივია მე ბავშვსაც გაუჭირდება მსგავსი ქცევა და მშობელი თუ რაღაც კარს სწორად არ ამუშავებს პროდუქტს და ამ სწორად დამუშავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ის ზუსტად იმეორებს იმ ქცევას, რასაც მშობელი ახორციელებს და აი ეს ჩართულობას თუნდაც რომელიც პატარა ასაკიდან ხდება, მე რა რომ შეიძლება შეცდომა დაუშვეს, მე რაღაც შეიძლება დააზიანდეს, ჩამოვარდეს, ამის ვა შეიძლება მისი ჯანმრთელობა იყოს და ამის მიერ შემდგომი უსაფრთხოების ნორმები და მაინც რაღაც გარკვეულწილად ბოლოს შევაჯამოთ. თქვენი რჩევა
მშობლებს როგორ დაიცვან პატარები ინტოქსიკაციიდან. 11 წესის გარდა კიდევ რა არის მნიშვნელოვანი, როგორ მოამზადოთ ბავშვის ორგანიზმი ასეთი რთული პერიოდის, რასაც ქვია ზაფხული და ამდენი რისკ ფაქტორისთვის და რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მათ ჯანმრთელობა არ დაზიანდეს. პირველ რიგში მაინც მე როგორც აღვნიშნე თანამონაწილე უნდა გავხადოთ ბავშვი აუცილებლად ამ ქმედებების. მეორე და ჰიგიენის პირობები ალბათ თავიდანვე უნდა ვასწავლოთ. ეს ასაკობრივ ჭრილში აქვს თავისი მეთოდოლოგია, როგორ ვასწავლით ამ ჰიგიენის წესების დაცვას. სხვადასხვა რაღაცა შეიძლება მიმართოთ, თქვათ, შეიძლება თუ არ დაიცავთ, თქვათ, რა შედეგი შეიძლება მოყვეს, ან რისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგალითად, პირის ხრუს ჰიგიენა, ხელების ჰიგიენა, ხელების ჰიგიენის გარშე რა შეიძლება მოხდეს, რომ ავად გახდეს უბრალოდ ბავშვი და ასე შემდეგ. ანუ თავის ასაკობრივ შესაბამისობის რაღაცა მეთოდოლოგია უნდა შემუშავდეს. მაგალითად, როგორც არის ვიდეოები, სასწავლო ვიდეოები, შეიძლება რაღაცა ბროშურები, ან წიგნი წაუკითხოთ და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ძალიან მარტივია, მშობლებისთვის თავარია სურვილი. ერთმნიშვნელოვნად. თავარია თვითონ მშობელსაც ძალიან კარგად ქონდეს გათვითცნობიარებული ამ პრობლემის არსი და თვითონ იცავდეს ზედმიწევნით ჰიგიენის წესებს, რადგან მოგახსენებათ, რომ ყველა სახის ჯანმრთელობა ნამდვილად არის დამოკიდებული ჰიგიენის წესების დაცვაზე და ბავშვს თავის დროზე თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ, უნდა ჩავუნერგოთ ამის მნიშვნელობა, რომელიც მთელი ცხოვრება აუცილებლად გაყვება და თვითონ უნდა იყოს ასევე მშობელი როლური მოდელი. რაც შეეხება სხვა საკითხებზე, როგორ დაიცვას თავი, ხელების ჰიგიენა უნივერსალურ საშუალებად რჩება, რასაკვირველია. ასევე ზღვის წყალი ახსენეთ თქვენ და იგივე ინსტრუქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილად ჩვენს ქვეყანაშიც იყოს ასეთი ინსტრუქტორები, რომელიც ბავშვებს ასწავლიან და მოამზადებენ ზღვაზე წასვლის წინ. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ წყლის, ხო, არა მხოლოდ წყლის, ანუ წყალი არ მიიღოს, ასევე დახშობის პრევენციისთვის, რასაკვირველია და მთელი ინსტრუქტორი არსებობს ამისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ზაფხულისთვის ბავშვს მომზადება ჭირდება, რასაკვირველია ბავშვს და მშობელსაც. და მალფუჭებად პროდუქტებთან დამოკიდებულებაც. ესეც მნიშვნელოვანია, შეიძლება გასაგებია, რომ ეს პროდუქტები ძალიან სასარგებლოა. და ყველა ის კომპონენტია მასში, რაც აუცილებელია ორგანიზმის განვითარებისთვის, მაგრამ ეს მალფუჭებადი პროდუქტები შეიძლება დროებით ჩავანაცვლოთ ისეთ პროდუქტებით, რომელიც გარკვეულწილად ნაკლები რისკის შემცველია, ან თუ არ ვიცით ამ პროდუქტების წარმომავლობა და არ ვიცით მის შენახვის პირობებს, შე შემთხვევაში ეს პროდუქტები, რომელიც რაღაც გალამლამას დახლზე არის დადებული, არავინ არ იცის ღამის პირობებში ის რა მდგომარეობაშია და ამიტომ ცოტა უფრო მეტი მორიდება იმ პროდუქტებთან, რომელიც შეიძლება ზაფხულის პერიოდში იყოს და ეს არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილებისთვის ძალიან კარგი რეკომენდაცია იქნება. დიდი მადლობა ქალბატონ თამარ, საინტერესო რეკომენდაცია რჩევებისთვის, იმიტომ რომ ეს რჩევები მთელი ზაფხულის განმავლობაში, ცხელ სეზონზე ძალიან აქტუალურია მშობლებისთვის და ბუნებრივია მშობლებიდან გამომდინარე ბავშვებისთვის. დაგემშვიდობებ, წარმატებებს გისურვებ, მაყურებელს კი შევახსენებ, რომ იმპულსის კითხვას პედიატრი მედიცინის დოქტორი თამარ ბახტაძე პასუხობდა. ამით კი ჩვენი მიმდინარე სეზონის ბოლო გადაცემა დასასრულს მივახო და შემოდგომინა სამედიცინო გადაცემა იმპულსი განახლებული ფორმატით და რუბრიკებით დაგიბრუნდებათ მომავალ შეხვედრამდე.